გამარჯობა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Innovation-ში. მე ვარ თქვენი წამყვანი ლინ ბლაუფმაიერი და მადლობას გიხდით, რომ შემოგვიერთდით. პირველ რიგში ჩვენი მთავარი ამბები. ეს ხანძრები ყოველწლიურად უფრო დიდდება, უფრო სწრაფად ვრცელდება და უფრო რთული სამართავია. ჩვენ ვეწვიათ ხანძრის ტექნოლოგიურ სტარტაპს, რომელიც იყენებს ხელოვნურ ინტელექტს ხანძრის პროგნოზირებისთვის, თვალყურის დევნისასა და გავრცელებამდე მისი შეჩერებისთვის. ვისკი, არაკი და ჯინი ტექნოლოგიურ განახლებას იღებს. ეს ისრაელის სტარტაპი იყენებს ხელოვნურ ინტელექტს და რეალურ დროში სენსორებს, რათა დისტილერიები ზუსტ ლაბორატორიებად გადააქციოს ოსტატობის დაკარგვის გარეშე. და WhatsApp უარს ამბობს ერთი ტელეფონის ნომრის წესზე. ასე რომ მალე მომხმარებლებს შეიძლება დაკავშირება მომხმარებლის სახელების გამოყენებით, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია უფრო პირადი და მოქნილი მესეჯინგისკენ. ელიტარული სპეციალური ოპერაციების ვეტერანებმა დაარსეს ახალი ისრაელის სტარტაპი, რომელიც ფიქრობს, რომ ინტერნეტში შემდეგი დიდი ცვლილება საერთოდ არ შეეხება ადამიანებს, არამედ ხელოვნური ინტელექტის აგენტებს, რომლებიც ჩვენს ნაცვლად მიიღებენ გადაწყვეტილებებს. ლაიმიმ ახლახან მოიზიდა $10 მილიონი იმისთვის, რომ შექმნას ინსტრუმენტები ეგრეთ წოდებული აგენტური ვებისთვის, რომელიც აკვირდება, როგორ ათვალიერებენ, ინტერპრეტირებენ და საბოლოოდ ირჩევენ ხელოვნური ინტელექტის სისტემები, რომელი პროდუქტები და სერვისები ურჩიონ მომხმარებლებს. ასე რომ მეტ ინფორმაციისთვის ახლა ჩემთან ერთად არის აუივ შომნი, ლაიმის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. აუივ, დიდი მადლობა, რომ დღეს ჩემთან ერთად ხართ. გთხოვთ, შეგიძლიათ აგვიხსნათ, რა არის აგენტური ვები? დიახ, დიდი მადლობა მოწვევისთვის, ძალიან ვაფასებ. დიახ, წარმოიდგინეთ, რომ ვები, რომელსაც დღეს ვიყენებთ, არის ვები, რომელსაც ჩვენ ადამიანები ვაკონტროლებთ. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომელი ვებსაიტები მოვინახულოთ, რომელი პროდუქტები ავირჩიოთ, მაგრამ როდესაც იყენებთ ChatGPT-s, Perplexity-s, Gemini-s, Claude-s, ან სხვა რომელიმე AI საძიებო ხელსაწყოს, ფაქტობრივად აქტიურობთ აგენტებს, რომლებიც თქვენ მაგივრად ათვალიერებენ და იღებენ გადაწყვეტილებებს. ეს სრულიად ახალი გზაა ინტერნეტთან ურთიერთობისთვის, მაგრამ ასევე ინფორმაციის აღქმისთვისაც. აგენტური ვებსივრცე უბრალოდ პლატფორმაა, რომელიც ამის საშუალებას იძლევა. ასე რომ ეს ჩვენთვის ინფორმაციის მოხმარების საკმაოდ ახალი გზაა. აბა ზუსტად როგორ მუშაობს ლაიმი? მოკლედ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის ის, რომ ვეხმარებით ბრენდებსა და პროდუქტებს გამოჩნდნენ AI საძიებო სისტემებში, როგორიცაა ChatGPT, Perplexity, Gemini და Claude, რომლებიც ვახსენე. ჩვენ უზრუნველყოფთ, რომ ჩვენი კლიენტების ციფრული აქტივები, როგორიცაა მათი ვებგვერდი, Reddit და ყველა ადგილი, სადაც ისინი კონტენტს წერენ, იყოს ყველაზე მიმზიდველი წყაროები. მაგრამ ამ AI საძიებო სისტემების თვალში, იცით ChatGPT, Perplexity და Gemini, მოდი ვთქვათ, რომ ეს არის სპორტული ფეხსაცმლის კომპანია. ყოველთვის, როცა ვინმე ეძებს საუკეთესო სარბმერბ ფეხსაცმელს, ჩვენ უზრუნველყოფთ, რომ ისინი გამოჩნდნენ შედეგებში. მაგრამ ესე იგი, რადგან ეს ძალიან დიდი ცვლილებას გავს იმაში, თუ როგორ ვიყენებთ ინტერნეტს, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მომავალში კომპანიები AI-ს დაუწყებენ მარკეტინგს და არა Google-სა და ჩვენ. 100% თუ ახლა ინტერნეტში ახალ ფენას დავაკვირდებით, აქამდე ყველაფერი ასე იყო. ბრენდები, მაგალითად Nike, პირდაპირ იყვნენ თავიანთ მომხმარებლებთან. ისინი აკონტროლებდნენ ყველაფერს, აკონტროლებდნენ თავიანთ კონტენტს, აკონტროლებდნენ პოზიციონირებას. დღეს კი ახალი ფენა გაჩნდა. ამ ფენას AI აგენტები ეწოდება. ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, აჩვენონ თუ არა წითელი სარბენი ფეხსაცმელი, ლურჯი სარბენი ფეხსაცმელი, აჩვენონ Nike, Saucony, Asics თუ სხვა რომელიმე პროდუქტი. ეს სრულიად ახალი ცვლილებაა იმაში, თუ როგორ იქცევიან მომხმარებლები და როგორ უნდა მიიღონ ბრენდებმა გადაწყვეტილებები და ვის უნდა უმიზნებდნენ მარკეტინგით. რაც ფაქტობრივად არის AI აგენტები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებებს იღებენ. და თქვენ ახლა მოიზიდათ $10 მილიონი ინვესტიცია. რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის გადაჭრასაც ამ ინვესტიციით ცდილობთ? ფიქრობ, ამჟამად AI-ში რამდენიმე ძალიან საინტერესო განვითარებაა. ჩვენ ყველანი დიდი გუნდი ვართ ინჟინრების, რომლებსაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში AI პროდუქტების შექმნაში დიდი გამოცდილება გვაქვს. და ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია საბაზისო ფენასთან ინტეგრაცია, რათა შევძლოთ გავიგოთ, როგორ ავიქვამენ AI აგენტები ინფორმაციას. თავარი დანიშნულება ამ თანხების არის ინოვაციური ტექნოლოგიის შექმნა. თუ როგორ ავიქვამენ AI აგენტები ინფორმაციას. და სწორედ ამ მიმართულებით მივდივართ. ჩვენ გისურვებთ წარმატებებში ჩვენი iOS 4 News Studios-იდან. აუივ შომნი, ლაიმის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, მადლობა რომ დღეს ჩვენთან ერთად იყავით. დიდი მადლობა.
ყოველ წელს მსოფლიოში ტყის ხანძრების შედეგად თითქმის 1000 აკრე მიწა იწვის. და კლიმატის ცვლილების შედეგად, როდესაც ამინდი უფრო ცხელი და მშრალი ხდება, უსალუდნელია, რომ ექსტრემალური ხანძრების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. მაგრამ შესაძლებელია თუ არა, რომ შემდეგი ტყის ხანძარი გავრცელებამდე შევაჩეროთ. ერთი ისრაელური სტარტაპი ამბობს, რომ პასუხი დადებითია და საიდუმლო კამერებში კი არა, არამედ ხმაშია. მათი სენსორები რამდენიმე წუთში იჭერენ ცეცხლის ხმაურს. საკმარისად სწრაფად, რომ სამაშველო ჯგუფები ადგილზე მივიდნენ კატასტროფამდე. ჩვენი წამყვანი და კორესპონდენტი ნატაშა კივჩუკი ადგილზე გაეცნო ამ ტექნოლოგიას და თავადაც დაეხმარა მათ ტესტირებაში. 2025 წლის იანვარი. ლოს-ანჯელესი ცეცხლშია. ტყის ხანძრები მძვინვარებს სამხრეთ კალიფორნიაში. სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა, 10,000-ობით სახლი დაიწვა და 200,000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლი. ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ ხელისუფლებას ძალიან დიდი დრო დასჭირდა იმის დასადგენად, როდის და სად დაიწყო ხანძარი. ეხლა კი ერთი ისრაელური სტარტაპი აცხადებს, რომ მან შეიმუშავა. გადაწყვეტილება, რომელიც მომავალში ესეთ ტრაგედიებს თავიდან აგვაცილებს. ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით კარმელის ტყეში, ჩრდილოეთ ისრაელში, სადაც 2010 წელს ისრაელის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ხანძარი მოხდა. დაახლოებით მილიონი ხედა დაზიანდა და 45 ადამიანი დაიღუპა, როცა ისინი ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ. წყალი ორთქუდებოდა, სანამ ისინი ცეცხლს მიაწვენდნენ. და სინამდვილეში ამ ტენდენციას მთელ მსოფლიოში ვხედავთ კლიმატის ცვლილების ზედაპირი სიმშრალის გამო. ხანძრები უფრო და უფრო შეუჩერებელი ხდება. მთავარი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად გამოვავლინოთ ხანძარი, სანამ ის ასეთ მასშტაბურ რამედ გადაიქცევა, რომელმაც გაანადგურა. 6000-ზე მეტი აკრი. ზუსტად. ეს არის დოქტორი ჟენია იურკოვსკი. მისმა გუნდმა შექმნა Firewave, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი აკუსტიკური სენსორი, რომელიც პირდაპირ უსმენს ტყის ხანძრებს და ცეცხლს, რამდენიმე წუთში ამოიცნობს. ეს იმიტომ, რომ კამერებს სჭირდებათ კვამლის დანახვა, ხოლო ხმა ყველა მიმართულებით ვრცელდება, იმ წამსვე როგორც კი წვა იწყება. ხო, ეს ჩვენი სენსორებიდან ერთ-ერთია, აი თავად სენსორი. ამ სენსორებით ვადგენთ ხანძარს, აქ არის ბზის პანელი სენსორების დასატენად და შეუძლია ხეზე 5 წელი იდგეს მოვლის გარეშე. შეტყობინებას მხოლოდ მაშინ გაგზავნის, თუ ხანძარია. ჩვენ ხმის საფუძველზე ვადგენთ ხანძარს. და რამდენად სწრაფად შეუძლია ესეთ სენსორს ხანძრის აღმოჩენა? ჩვეულებრივ ჩვენ შეგვიძლია ხანძრის აღმოჩენა 2-3 წუთში. სენსორი დაკავშირებულია აპლიკაციასთან, რომელსაც შეგიძლიათ თქვენს ტელეფონზე ან კომპიუტერზე შეხვიდეთ. როგორც კი ის ხანძარს დააფიქსირებს, მაშინვე აგზავნის შეტყობინებას თქვენს მოწყობილობაზე. კარგი, ახლა კი იწყება ყველაზე საინტერესო ნაწილი. ჩვენ ახლა პატარა ცეცხლს დავანთებთ, რომ ნახოთ რამდენად სწრაფად შეძლებს ეს სენსორი მის აფიქსირებას. ყივდებით მაქსიმალურად უსაფრთხოდ მოვიქცევით, ხომ ასეა? კი, ეს ძალიან სახალისოა. დროიც კი. კარგი, ძირითადად 11-ზე ვიწყებთ. დაველოდებით და ვნახავთ, რამდენ ხანს დასჭირდება ცეცხლის ტალღის სენსორს, რომ სინამდვილეში დააფიქსიროს ხმა. აი ეს არის. ხედავთ, რომ დააფიქსირა. 2 წუთზე ნაკლებიც კი დასჭირდა, რომ ეს დაიფიქსირებინა და მეხანძრეებმა ადგილმდებარეობა დაენახათ. და ისინი იღებენ იმ მოწყობილობების კოორდინატებს, რომლებმაც ხანძარი დააფიქსირეს. ისინი ასევე შეუძლიათ მოისმინონ ხანძრის ჩანაწერები და დარწმუნდნენ, რომ ეს ნამდვილად ხანძარია. 2 წუთი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დღეს ხანძრის აღმოჩენის მთავარი სისტემებია კამერები და მათ შეიძლება 20, 30, ზოგჯერ კი 60 წუთიც კი დასჭირდეთ ხანძრის დასაფიქსირებლად ხშირ დღეში. ეს დროის სხვაობა შეიძლება სიცოცხლესა და სიკვდილს შორის განსხვავება იყოს. ეს გაძლევს წარმოდგენას თუ როგორ გამოიყურება სენსორები, როდესაც ისინი ხეებზეა დამონტაჟებული. იდეა ისაა, რომ სოფლიოს ტყეებში 100-ობით, თუნდაც 1000-ობით ასეთი სენსორი იყოს დამონტაჟებული, რათა ხანძარი ხმაურის საშუალებით რაც შეიძლება სწრაფად იქნეს აღმოჩენილი. ეს ჩვენი სენსორების უახლესი მოდელია. აქ მზის პანელი სენსორის ნაწილია. ასევე ინტეგრირებული გვაქვს სატელიტური კომუნიკაცია იმ შემთხვევებისთვის, სადაც მობილური ქსელი არ არის. ეხლა ვაწყობთ მასობრივი წარმოების ხაზს ამ სენსორებისთვის და რამდენიმე თვეში მზად ვიქნებით. რაც ყველაზე გასაოცარია, ტყის ხანძრების უმეტესობა გამოწვეულია ადამიანებით, რომლებიც ტყის შუაგულში ცეცხლს ანთებენ. ზუსტად ასე. ისრაელში საზოგადოებრივ პარკში ცეცხლის პანთება აკრძალულია, მაგრამ ხედავთ, რომ ადამიანები წესებს არ იცავენ. აქვეა ერთი კოცონის ადგილი, იქაც კიდევ ერთი. და სწორედ ეს იწვევს მასიურ ტყის ხანძრებს.
მხოლოდ აშშ-ში დღის ხანძრების ზარალი წელიწადში 100 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და არსებობს 2.5 მილიონზე მეტი სახლი, რომლებიც მდებარეობს ეგრეთ წოდებული მაღალი რისკის ზონებში, რაც ნიშნავს, რომ სადაზღვეო პრემიები უკიდურესად მაღალია. და ზოგიერთი სადაზღვეო კომპანია საერთოდ არ არის მზად, რომ დააზღვიოს ეს სახლები. Firewaves ამჟამად აქვს 50 სენსორი განთავსებული ისრაელის მასშტაბით. და ასობით დამატებითი სენსორის განთავსება იგეგმება აშშ-ში ამ სეზონზე. მიზანია გავხადოთ ტყის ხანძრებთან ბრძოლა ისეთი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ გამარჯვება. ხანძრის გაგონებით მანამდე, სანამ ვინმე მას დაინახავს. ვიმედოვნებ, რომ ეს პროდუქტი დაეხმარება ადამიანებს მთელ მსოფლიოში და ალბათ ჩვენ შევძლებთ ამ პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას. ნატაშა კურჩიკი იყო იქ. ეხლა კი საუკუნოვანი ხელოვნებიდან უახლეს კოდამდე ისრაელის სტარტაპი ხელოვნური ინტელექტს ნერგავს ვისკის, არაყისა და პრემიუმ ალკოჰოლური სასმელების სამყაროში. რეალურ დროში მონაცემებისა და ჭკვიანი სენსორების გამოყენებით, რომლებიც დისტილაციის პროცესის თითოეულ წვეთს აკონტროლებენ, იქ, სადაც ტრადიცია ინტუიციაზე იყო დამოკიდებული, ახლა ციფრული დახმარება შემოდის. დამატებითი ინფორმაციისთვის ახლა სტუდიაში ჩემთან ერთად ნატალი ჰარარია. ნატალი, დიდი მადლობა, რომ ჩემთან ერთად ხართ. მადლობა მოწვევისთვის. თქვენ ხართ First Steel-ის აღმასრულებელი დირექტორი. გვითხარით, დისტილაცია ერთ-ერთი უძველესი საწარმოო პროცესია მსოფლიოში. მაშ რატომ არის ხელოვნური ინტელექტი მზად, რომ ახლა ჩაერთოს ამ პროცესში? დიახ, აბსოლუტურად მართალი ხართ. დისტილაცია ალკოჰოლის ინდუსტრიაში ძალიან ტრადიციული და ხანგრძლივი პროცესია. 10 წლეულების განმავლობაში თითქმის არ შეცვლილა. და სინამდვილეში მომხმარებლებს ეს ძალიან მოსწონთ. გულისხმობს საბოლოო ჯამში ასე მზადდება ალკოჰოლური სასმელები და ჩვენ ამას ვემხრობით. გულისხმობ ჩვენ ზუსტად იმავე მეთოდს ვიყენებთ ალკოჰოლური სასმელების წარმოებაში, მაგრამ ჩვენს უპირატესობას, ჩვენს ტექნოლოგიურ პლატფორმას ვამატებთ ტრადიციულ წარმოების პროცესს. და ზუსტად როგორ აკეთებთ ამას? ჩვენ მქონდა პლატფორმა, ეხლა გვაქვს ტექნოლოგიური პლატფორმა, ეს არის მოწყობილობა, ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა, პატენტი პირველი, რომელიც თავსდება კასში და ის ფაქტობრივად უზრუნველყოფს კონტროლირება დაძველებას. ის მართავს პარამეტრებს, რომლებიც გავლენას ახდენს კასრს, ხესა და სითხეს შორის ურთიერთქმედებაზე. და ის ფაქტობრივად გაძლევს შესაძლებლობას, რომ ეს პროცესი კონტროლირებადი იყოს და რამდენიმე კვირაში ბოთლებში ჩამოასხათ, კვირების განმავლობაში წლების ნაცვლად. ესე რომ, ეს ალბათ მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებსაც, როგორც ხვდები. ეს ასევე ხარჯების შემცირებაა. ჩვენ ფაქტობრივად ვთავაზობთ იმავე ხარისხს, კარგ ხარისხს, ჩვენ ოქროს მედლები მოვიპოვეთ იმ ბრენდებით, რომლებსაც ჩვენი მომხმარებლებისთვის ვაწარმოებთ და იმავე ხარისხით. მაგრამ დიახ, ეს ნამდვილად ამარტივებს და ცვლის ხარჯებს და მთლიანად წარმოების პროცესს. და არის თუ არა ამაში გარემოსდაცვითი ასპექტიც. სინამდვილეში კი ჩვენ ძირითადად შეგვიძლია სპირტიანი სასმელების და ყველაფრის დისტილაცია. ჩვენ მუშაობთ ჩვენს საბოლოო მომხმარებლებთან. ეს შეიძლება იყოს ლუცახარშები, მეღვინეები და სხვა მწარმოებლები. და შეგვიძლია გამოვიყენოთ მათი ნარჩენები, ან სტანდარტს მიღმა პროდუქცია, ან შევცვალოთ მათი წარმოების მეთოდი. და ჩვენ მისგან ახალ პროდუქტებს ვადისტილირებთ და ბაზარზე გამოვიტანთ. ასე რომ ჩვენ ძირითადად მათ ნარჩენებს ვიყენებთ ამისთვის. ხალხი ძალიან იცით, ზოგჯერ ძალიან ფანატიკურად ეკიდება საკუთარ დისტილირებულ სასმელებს. ეს ასევე კულტურულად ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია. ასე რომ არის რაიმე კრიტიკაც, როცა ესეთ უძველეს პროცესში ტექნოლოგიის შემოტანაზეა საუბარი. დიახ, როცა საქმე ეხება ახალ ტექნოლოგიებს, რომლებიც ტრადიციულ ტექნოლოგიებს ან ბაზრებს არღვევს, ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებიც ამას სხვანაირად უყურებენ. დისტილირებული სასმელების დამზადების ტრადიციის რომანტიკული ნაწილი ისევ არსებობს. გულისხმობ იმას, რომ ჩვენ ვიყენებთ ზუსტად იმავე ტექნოლოგიას, იმავე წარმოების მეთოდებს, მაგრამ ჩვენს მომხმარებლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ შემოიტანონ ახალი არომატები, მოქნილობის ახალი შესაძლებლობები, ახალი სასმელები. ასე რომ ჩვენ ძირითადად ამ ორს ვაერთიანებთ. და ეს არის ისრაელის კომპანია. თქვენ დაარსდით აქ ისრაელში. არის თუ არა ასევე დიდი გლობალური შესაძლებლობა სახტელი აპარატებისთვის. სახტელი აპარატებისთვის კი. როდესაც ჩვენ აქ დავარსდით, ჩვენი დისტილერია, ანუ ჩვენი მთავარი ბაზა მდებარეობს ისრაელის ჩრდილოეთში. მაგრამ ეხლა პირველ რამდენიმე წელიწადში ჩვენ ისევ აქ მუშაობდით.
მაგრამ ეხლა გასული წლიდან მოყოლებული ასე თუ ისე ჩვენ ვაფართოებთ ჩვენს გლობალურ ყოფნას, დავიწყეთ HSS-შიც და შემდეგ გავფართოვდით აზიაში. ეხლა თანამშრომლობთ ინდოეთთან და იაპონიასთან და მსოფლიო უბრალოდ საჭიროებს ჩვენს უნარს. შევქმნათ ახალი სპირტიანი სასმელები. დიახ, ასე რომ მსოფლიო დაიტბორება ახალი ჯინით, არაკით და ვისკით იმედია. დიახ, და ნატალი ჰარარი, რესტილის აღმასრულებელი დირექტორი, დიდი მადლობა თქვენ. დიდი მადლობა. მადლობ. ეხლა Wall Street-ი რეკორდულ ნიშნულზე დაბრუნდა. Dow Jones-ის ინდექსმა ორშაბათს ყველა დროის მაქსიმუმზე დახურა, რადგან ინვესტორებმა იგნორირება გაუკეთეს გეოპოლიტიკურ დაძაბულობას ახლო აღმოსავლეთში და კვლავ ტექნოლოგიურ აქციებში დააბანდეს პული, რაც ASHS-ს ბაზრებზე გამორჩეული ზრდის გაგრძელებას ნიშნავს. ASHS-ს აქციები მთლიანად გაიზარდა. Dow Jones-ის სამრეწველო ინდექსმა კი პირველად ისტორიაში 52000 გადააჭარბა. Dow Jones-მა 300-ზე მეტი პუნქტი მოიმატა, მაშინ როცა S&P 500 თითქმის 1.2%-ით გაიზარდა, ხოლო Nasdaq-მა 2%-ზე მეტით მოიმატა, რასაც ხელი შეუწყო მსხვილი ტექნოლოგიური აქციების აღდგენამ ბოლოდროინდელი დანაკარგების შემდეგ. ანალიტიკოსების თქმით, ზოგიერთი შესყიდვა კვარტლის ბოლოს პორტფელის გადანაწილებამ გამოიწვია, თუმცა ბაზარზე ასევე განახლებული ოპტიმიზმით შეინიშნება. ბაზრებზე კარგი განწყობაა, მცირე კაპიტალიზაციის კომპანიები ცოტა ჩამორჩებიან, მაგრამ ფიქრობ ეს შეიძლება თუ საპროცენტო განაკვეთები შემცირდება. და მგონია რომ ეს უახლოეს რამდენიმე კვირაში მოხდება. ერთ-ერთი აქცია, რომელმაც ორშაბათის ზრდას ხელი შეუწყო, იყო Alphabet-ი. რამდენიმე კვირიანი ძლიერი გატიგების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორებს კომპანიის მასიური ხარჯები ხელოვნურ ინტელექტზე აშფოთ, ჩანს, რომ ისინი მოგების სეზონის წინ აქციებს ისევ ყიდულობენ. ხალხი ახლა Alphabet Google-ის აქციებს იაფად ყიდულობს მომდევნო კვარტლის წინ, რომლის ანგარიშსაც ივლისის ბოლოს წარადგენენ. ზრდას ასევე ხელი შეუწყო ASHS-სა და ირანს შორის დაძაბულობის შემცირებამ, დამაც ფართომასშტაბიანი რეგიონული კონფლიქტის შიშები შეამცირა. ეხლა ყურადღება გადადის მეორე კვარტლის შედეგებზე, რადგან S&P 500-ის უმეტეს კომპანიას ანგარიშის წარდგენა ივლისის შუა რიცხვებიდან მოუწევს. ინვესტორები ყურადღებით დააკვირდებიან, შეძლებს თუ არა ძლიერი კორპორატიული მოგები Wall Street-ის რეკორდულ შეფასებებს გაამართლოს. ამ ეტაპზე ბაზარი დებს ფსონს, რომ გეოპოლიტიკური რისკების შემცირების, მდგრადი მოგებებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართ არსებული ენთუზიაზმის კომბინაცია საკმარისი იქნება რალის გასაგრძელებლად. ეხლა ხელოვნური ინტელექტის ლიდერობისთვის ბრძოლა ეროვნული უსაფრთხოების საკითხად იქცა. თავდაპირველად Anthropic-ის უახლესი ხელოვნური ინტელექტის მოდელების კიბერუსაფრთხოების მიზეზით დაბლოკვის შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაცია ახლა ამსუბუქებს ამ შეზღუდვებს და საშუალებას აძლევს მოდელების შეზღუდულ საერთაშორისო გავრცელებას. თუმცა ყველაზე ძლიერი სისტემები კვლავ მკაცრი კონტროლის ქვეშ რჩება. ნიკოლ სედაკი მოგვითხრობს. შემდეგი ხელოვნური ინტელექტის ბრძოლა შეიძლება აღარ იყოს იმაზე, ვინ შექმნის ყველაზე ჭკვიან მოდელს, არამედ იმაზე, ვის ექნება მისი გამოყენების უფლება. ეს არის დებატი, რომელიც ახლა მიმდინარეობს Anthropic-თან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც კომპანიამ გამოუშვა თავისი ახალი, ყველაზე ძლიერი კიბერუსაფრთხოების მოდელი, სახელად Mythos-ი. და ASHS-ის მთავრობას მართლაც მოუწია ჩარევა. დავიწყოთ იმით, თუ რა არის Mythos-ი. ის ძირითადად შეუძლია დაასკანეროს პროგრამული უზრუნველყოფა, იპოვოს სისუსტეები და გამოასწოროს ისინი მანამ, სანამ ჰაკერები იპოვიან და გამოიყენებენ ამ სისუსტეებს. ეს კიბერუსაფრთხოების დიდი გამარჯვებაა. ერთ-ერთი მაგალითია ის, რომ Mythos-ი ერთ კომპანიას დაეხმარა მხოლოდ 8 კვირაში 1 მილიარდი და 800 მილიონი კოდის სტრიქონი დაესკანირებინა. ადამიანებს და ამჟამად არსებულ ტექნოლოგიას ამის გაკეთებას დაახლოებით 8 წელი დასჭირდებოდა. ასე რომ ეს გაჩვენებთ, რამდენად ძლიერი და სასარგებლო შეიძლება იყოს ეს ტექნოლოგია, თუ სწორად გამოვიყენებთ. მაგრამ სწორედ აქ შეიძლება გაჩნდეს განგაშის ზარები. ეს ნიშნავს, რომ ტექნოლოგია სწორმეტი უნდა იქნას გამოყენებული. კეთილსინდისიერ მხარეებთან ერთად ბოროტი მიზნების მქონე სიმხონე მხარეებიც არსებობენ და თუ ცუდი მოთამაშეებიც გამოიყენებენ ამ პროგრამულ უზრუნველყოფას, ისინი შეძლებენ ამ შესაძლებლობების გამოყენებას და სუსტი წერტილების პოვნას. და სწორედ ამიტომ ჩაერია ტრამპის ადმინისტრაცია ამთვის დასაწყისში. მათ შეზღუდეს უცხოელებისთვის წდომა ორ Anthropic-ის მოდელზე, მათ შორის ერთზე, რომელიც Mythos-ზეა დაფუძნებული. ამის შემდეგ Anthropic-ს მართლაც მოუწია ამ მოდელების ხელმისაწვდომობიდან მოხსნა, რადგან შეზღუდვა შეეხო არა მხოლოდ უცხო ქვეყნების მთავრობებს, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც. და ეს მოიცავს უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც, რომლებიც Anthropic-ში მუშაობენ. ახლა ხამ ნახეთ, რომ ვაჭრობის დეპარტამენტმა ნაწილობრივ გააუქმა ეს აკრძალვა ერთ-ერთი მოდელისთვის, გადამოწმებული ამერიკული კომპანიების მცირე სიისთვის და მათი უცხოელი თანამშრომლებისთვის. ახლა მათ შეუძლიათ გამოიყენონ ეს ერთი მოდელი. მაგრამ რაც უფრო ფართო სურათს ხედავთ არის ის, რომ ASHS-ს მთავრობა აღარ დგას განზე ხელოვნური ინტელექტის საკითხში. ძლიერი მოდელები საჭიროებენ მთავრობის გადახედვას, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება მგრძნობიარე თემებს, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება.
და ეს მხოლოდ Anthropic-ს არ ეხება, რასაც ეხლა ვხედავთ. გავრცელებული ინფორმაციით, OpenAI-ც დათანხმდა, რომ მთავრობას მის უახლეს მოდელზე წვდომის მქონე კომპანიების გადარჩევის უფლება მისცეს. ასე რომ მითოს ეს ნამდვილად მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად ძლიერები ხდებიან ეს ახალი ხელოვნური ინტელექტის მოდელები. მაგრამ როცა საქმე ახალ ხელოვნური ინტელექტის რბოლას ეხება, ტესტი მხოლოდ იმაზე არ არის, ვის შეძლებს ყველაზე ძლიერისა და წარმატებული მოდელის შექმნას. ეს არის ის, ვისაც რეალურად შეიძლება ვენდოთ ამ მოდელების გამოყენებაში მომავალში და თუ და როდის შეიძლება მთავრობას ჩარევა დასჭირდეს. წლების განმავლობაში თუ ვინმეს თქვენი ტელეფონის ნომერი ქონდა, შეეძლოთ WhatsApp-ზე თქვენი მოძებნა. ეხლა ეს შეიცვლება. მესეჯების აპლიკაცია მომხმარებლის სახელებს ნერგავს, რაც მის 3 მილიარდ მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაუკავშირდნენ ერთმანეთს ისე, რომ არ გაუზიარონ თავიანთი ერთ-ერთი ყველაზე პირადი ინფორმაცია. ამის ნაცვლად შეძლებთ აირჩიოთ უნიკალური მომხმარებლის სახელი, როგორც Instagram-ზე ან X-ზე და გადაწყვეტოთ შეძლებენ თუ არა ადამიანები თქვენი ნომრის ნაცვლად თქვენი მომხმარებლის სახელით მოგძებნა. WhatsApp-ი ამბობს, რომ არ იქნება საჯარო მომხმარებლის სახელების დირექტორია და მომხმარებლებს მოუწევს ზუსტად იცოდნენ თქვენი ზუსტი მომხმარებლის სახელი, სანამ მოგწერენ, რაც დამატებით კონფიდენციალურობას უზრუნველყოფს. ეხლა კომპანია უკვე აძლევს ადამიანებს საშუალებას წინასწარ დაირეზერვონ მომხმარებლის სახელები, სანამ მომდევნო თვეებში გლობალურად გაეშვება ეს ფუნქცია. მაგრამ რადგან მილიონობით ადამიანს ელოდებიან, რომ საუკეთესო მომხმარებლის სახელების სახელებისთვის იბრძოლებენ, თქვენი ონლაინ იდენტობის დასამკვიდრებლად ბრძოლა შესაძლოა ახლა იწყებოდეს. და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები ამკაცრებენ კონტროლს ტექნოლოგიებს. დაწყებული ყველაზე განვითარებულ ხელოვნური ინტელექტის მოდელებზე ცდომის შეზღუდვიდან, დამთავრებული ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებში დროის ლიმიტის დაწესებით. რეგულაციების მზარდი ტალღა ცვლის იმას, თუ როგორ და ვის შეუძლია გამოიყენოს ციფრული ინსტრუმენტები, რომლებიც სულ უფრო მეტად განსაზღვრავენ ჩვენს ცხოვრებას. ამ თემაზე მეტი ინფორმაციისთვის ახლა შემოგვიერთდა i24 News-ის წამყვანი. არა, ბოდიში, შენ წამყვანი არ ხარ, მაგრამ ეხლა უკვე თანაწამყვანი ვარ. კი, არ უნდა მეთქვა, მაგრამ ჩვენი კორესპონდენტი ხარ, შენ საქმეს გართმევ. მე ვუთხარი, ჰეი. ყველაფერს ვიღებ, კი, თამაშიდან გავდივარ. ჯო ბრაუნი, მადლობა, რომ დღეს ჩემთან იყავი, სასიამოვნოა. მითხარი, რომელი ქვეყნები ზღუდავენ ამჟამად სოციალურ მედიას ბავშვებისთვის და კონკრეტულად რას აკეთებენ ისინი? მოდით ვისაუბროთ სამ კონკრეტულ ქვეყანაზე, სამ მსგავს ქვეყანაზე, რომლებიც სოციალური მედიის აკრძალვის სხვადასხვა ეტაპზე არიან. პირველ რიგში აშშ-მ გამოაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც საშუალებას მისცემს უფრო მკაცრი წესების დაწესებას სოციალური მედიის წინააღმდეგ. ჩვენ ჯერ კიდევ ნამდვილად არ ვიცით რა არის ეს. ეს ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და ეს კანონპროექტი სენატშიც უნდა გავიდეს, ასე რომ ჯერ კიდევ ბევრი ბარიერია გადასალახი. დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 1 კვირით ადრე, სანამ მან გადადგომა გამოაცხადა, Keir Starmer-მა თქვა, რომ აპირებდა 16 წლამდე ასაკის პირებისთვის 10 სოციალური მედიის პლატფორმის გამოყენების აკრძალვას. საუბარია ყველაზე პოპულარულ პლატფორმებზე, როგორიცაა Facebook, X, YouTube, სხვა სტრიმინგ სერვისები, Reddit, ანუ ისინი, რომლებიც მათი აზრით 16 წლამდე ბავშვებისთვის საზიანო კონტენტს შეიცავს. ასევე ავსტრალიაც არის. ავსტრალია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც არასრულ წონებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა შემოიღო. და რაც აქამდე ვნახეთ, ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წასულა. ბოლო გამოკითხვის მიხედვით, 16 წლამდე ადამიანების 85%-ს მაინც შეუძლია ინტერნეტზე ცდომა, მიუხედავად ამ აკრძალვისა. 85%? იმიტომ რომ და მახსოვს ამაზე შენთანაც საუბრობდი იმ დროს, ძალიან ხარვეზიანი სისტემა აქვს. ამ ეტაპზე ინტერნეტის რეგულირება ძალიან რთულია. ჯინი უკვე ბოთლიდანაა გამოშვებული. კბილის პასტის უკან ტუბში დაბრუნება ძნელია. ამაზე ძალიან ბევრი ანალოგია არსებობს, მაგრამ ყველა ერთსა და იმავეს ნიშნავს. და ეს ნიშნავს, რომ ეს უკვე ზედმეტად მასშტაბური გახდა. ინტერნეტი ახლა ისეთი გიგანტია, რომ მისი რეგულირება ბავშვებისთვის ძალიან რთულია. ამიტომ ახლა ერთადერთი გზა, ან ყველაზე მარტივი გზა, არის ვებგვერდების ბლოკერების გამოყენება. რომელსაც ძალიან მარტივად აული გვერდს. ავსტრალიაში ამას ფოტოს ვერიფიკაციით აკეთებენ. შეგიძლია უბრალოდ მოზრდილების სურათები იშოვო, ატვირთო და სისტემა დაგიდასტურებს. სხვა მხრივ, შეგიძლია VPN-ების გამოყენება, რომ დამალო შენი მდებარეობა, დააყენო სხვა ადგილას და ამით კიდევ ერთხელ აუარო გვერდი ამ შეზღუდვებს.
ამიტომ ეს პასუხისმგებლობა ტექნოლოგიურ კომპანიებს დაეკისრათ. ავსტრალიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ორმაგად გაზრდის ჯარიმას იმ ტექნოლოგიური გიგანტებისთვის, რომლებიც ცდილობენ წესების გვერდისავლით მოქმედებას. რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეს მსხვილი კომპანიები ამბობენ, რომ სუხთ თავიანთი ბავშვების დაცვა და უსაფრთხოება, ბავშვები მათი მომხმარებლების დიდი ნაწილია. და თუ ამას ცინიკურად შევხედავთ, ეს ალბათ მათი ყველაზე იოლად манипулირებადი აუდიტორია. ის ყველაზე ადვილად ექცევა გავლენის ქვეშ. მათ შეუძლიათ ბავშვებს სულ უფრო აქტიურად უმიზნონ რეკლამით, ვიდრე ზრდასრულებს. ამიტომ, მაშინ როცა ისინი ცდილობენ დანერგონ ეს ბლოგერები სოციალურ მედიაზე სხვა ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, თუ ისინი ავსტრალიურ მეთოდს მიხვებიან, დიდი ალბათობით პრობლემებს წააწყდებიან. მაგრამ ეს ერთგვარი ნიშანია, რომ დიდი ტექნოლოგიური კომპანიები საზოგადოებას კარგავენ. შეიძლება არა ბავშვებს, რადგან ბავშვებს ნუებს ნამდვილად სურთი ყოფნა, მაგრამ ზრდასრულებს და კანონმდებლებს. მე აუცილებლად არ დავეთანხმებოდი ამას. რადგან თუ შეხედავთ, რამდენად ხშირად იყენებენ ამ სოციალურ მედია აპებს ზრდასრულები, მათი გამოყენება მაინც იზრდება. ისინი ჯერ კიდევ ამ ვებგვერდებზე არიან და კვლავ ექვემდებარებიან მავნე კონტენტს. ასევე ყოფილა შემთხვევები, როცა აქ ვიჯექი და გესაუბრებოდით ადამიანებზე, რომლებმაც გამოიყენეს ჩატბოტები, მაგალითად ChatGPT, და ეს მათ ცხოვრებას დაანგრია. ამან ისინი დაარწმუნა, რომ ესაუბრებიან გონიერ ადამიანს და რომ ის სთხოვს მათ სხვადასხვა დავალებების შესრულებას. სოციალური მედია განსაკუთრებით, ასევე ინტერნეტი მთლიანობაში შეიძლება იყოს ძალიან საშიში ადგილი. ეს ნარკოტიკებითა. ის ისეთივე დამოკიდებულებას იწვევს, როგორც ნარკოტიკები და შეიძლება კონდეს ძალიან უარყოფითი გვერდითი ეფექტები. დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა 16 წლამდე პირებისთვის განკუთვნილი საკანონმდებლო ზომები. რადგან მათზე ზეწოლა მოახდინეს ოჯახის წევრებმა, იმ ბავშვების დაღუპულმა ოჯახის წევრებმა, რომლებმაც თავი მოიგლეს, ან ინტერნეტში შეიტყუეს და დაიღუპნენ ამ სოციალური მედიის აპლიკაციების გამო. ამასთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა არსებობს, როგორც მთლიანად სოციალურ მედიასთან, ასევე მისი დაბლოგვის გეგმებთან. და მთლიანობაში ამ ეტაპზე არ ჩანს, რომ ეს პრობლემა მალე მოგვარდება. და განსაკუთრებით Keir Starmeris შესაძლო გადადგომის შემთხვევაში, ან თუ ის უკვე გადადგა, ის აღარ იქნება. ის ამას ბოლომდე არ მიიღებს. ის არ გააკეთებს ამას. არა. კარგი, იქრებ მომავალში მას პინძაულ. მაგრამ ეხლა კორესპონდენტო ჯო ბრაუნ, დიდი მადლობა და ეს არის ყველაფერი, რისთვისაც დღეს დრო გვაქვს. მე ვარ თქვენი მასპინძელი ლიმ ბახმაიერი. შემოგვიერთდით მომავალ კვირას ახალი ეპიზოდისთვის ერის დასასრული. მადლობა ყურებისთვის და გისურვებთ. კარგ დღეს, თელ ავივიდან.